დავჭი მარტო როგორც მშობელი და ეხლა რა გავაკეთო და ძალიან ხშირად ემოციურ ფონზე ადამიანებს გვიჭირს ხოლმე რომ დავაკვირდეთ რა რესურსებია გარეთ, ჩვენს გარეთ, იქნება ეს ოჯახი, იქნება ეს მეგობრები, იქნება ეს უცხო ადამიანები, რომლებსაც აქვს მსგავსი ბექგრაუნდი და ისტორია. დღეს ახლა 1000-ის პლატფორმებია ხო, სოციალური ქსელები და ასე შემდეგ, სადაც შეიძლება კონტაქტში შესვლა, იმიტომ რომ კონტაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ყოველთვის. ამის მოძიება შესაძლებელია და ემოციურ ფონზე მიუხედავად ემოციისა, ღირს დავაკვირდეთ რა არის რესურსი გარეთ. ეს პირველი ნაბიჯი და მეორე ნაბიჯი რა თქმა უნდა არის ასევე მნიშვნელოვანი აღვიქვათ საკუთარი რესურსები რა არის. ყველა ინდივიდუალურები ვართ, თუმცა რა სიტუაციაც არ უნდა იყოს დასრულ ადამიანს აქვს ხოლმე ძალიან დიდი რესურსები, თუმცა ესეც ზოგჯერ შეუმჩნეველი რჩება მის მიერ ემოციების, სტრესის, ზეწოლის, წნეხის და უამრავი საშინელების ფონზე.